დაბრუნდა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ ავტოსაგზაო შემთხვევები, კატასტროფიული მდგომარეობა საქართველოში ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში, იანვარ-სექტემბრის მონაცემები გვაქვს, ამ შემთხვევაში ისიც ოფიციალური, რომელიც არ იქნება ბუნებრივია სრული და ბოლომდე ვერ ასახავს არსებულ რეალობას ამ თვალსაზრისით. 4480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საქართველოში და 345 ადამიანი დაიღუპა აქედან 112 ქვეითათმოსიარულე იყო და 35 იყო ბავშვი. სამწუხაროდ რეკორდსმენები ვართ ამ თვალსაზრისით, შეიძლება ასე ითქვას, ევროპის მასშტაბით დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, უფრო მეც ჩემი სტუმარი იტყვის 237-139 ჩვენი ტელეფონის ნომერია. შემოგვერთით გადაცემის მსვლელობისას საინტერესოა თქვენი მოსაზრების მოსმენაც, არ ვიცი ხა გამოსავალი ბევრი არსებობს, თავარია ნება იყოს და შესრულდეს ბევრი რამ მიმართულებით, რომ არ თუ გაუმჯობესდეს, გაუმჯობესებაც არ ვქვია ამას, ხა სასაკლაოდ არ იყოს ქცეული გზები საქართველოში და ამდენ ადამიანს არ უწირავდეთ, ასეულობით ადამიანს არ უწირავდეთ ყოველწლიურად ავტოკატასტროფებს. რადიო პალიტრა Facebook-ის გვერდი ჩვენი კიდევ ერთი რესურსია, სადაც შეგიძლიათ გადაცემას თვალი ადევნოთ და თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ ამ თემასთან დაკავშირებით. დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელია ჩვენთან ერთად. დათო, აი შედარებისთვის, თუნდაც ეს ოფიციალური სტატისტიკა რომ ავიღოთ, რა ვითარება გვაქვს სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით? კი, ესე იგი 4-5 ჯერ აღემატება ჩვენთან დაღუპულების რაოდენობა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, ხოლო საუკეთესო 7 ჯერ, 8 ჯერ, მაგრამ როგორც გითხარით, ამ სტატისტიკით რაც გამოქვეყნებულია და სტატისტიკა უარესია, ვიდრე არის გამოქვეყნებული, იმიტომ რომ ამ სტატისტიკის წარმოებასაც სრულყოფა სჭირდება. როგორც თქვით, იქ ნაკლებად არის მთლიანი ტერიტორია არ არის შესული, ასე რომ ვთქვათ. და ეს წარმოადგენს პრობლემას. მთავარი აქ ის არის, რომ წყობრი გეგმით ევროკავშირის ქვეყნების ქალაქები, ასე ვთქვათ, სწორი სტრატეგიით, სწორი ურბანული განვითარებითაც, ინფრასტრუქტურული განვითარებით მივიდნენ ნულოვან სიკვდილიანობამდე ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ხო? იმიტომ რომ ძირითადად ესეთი უბნები მოქვეითებს ფეხით მოსიარულეებს და საერთოდ ყველამ უნდა, რა ვიცი, იცოდეს ალბათ, რომ ავტომობილი არ არის უპირატესი ფეხით მოსიარულეზე არასდროს. იგულისხმება, ამ შემთხვევაში გულისხმობ არასაგზაო მოძრაობის წესებს, ამ შემთხვევაში გულისხმობ ინფრასტრუქტურულ მოწყობას, ურბანულ განვითარებას. ქვეყნის ჯერ პირველ რიგში ერგება სივრცე უნდა მოერგოს ქვეითად მოსიარულეს, იმისთვის უნდა იყოს უსაფრთხო, შემდეგ უკვე გადანაწილება ხდება ეტლით მოსარგებლეებზე და მცირე სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის ეკოტრანსპორტზე, ხო? რთული იქნება ხა რაღაცა სივრცე. სადაც შენდება ახალი უბნები, იქ ხო შეიძლება. ეხა უნდა ვთქვა აუცილებლად აი რა პირველი რაც შემშურდა, ცოტა ხნის წინ ბარსელონაში ვიყავი, იყო უზარმაზარი ტროტუარები, არაერთი ერთმანეთის პარალელურად. არაერთი ერთმანეთის პარალელურად სივრცეები მოწყობილი ფეხით მოსიარულეთათვის, რომელიც ალბათ აი სულ ცოტა 5-6 ჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე იმავე ტერიტორიაზე განკუთვნილი საავტომობილო გზები. კი, ესეა და მათ შორის შეიძლება გარკვეულ უბნებში ეს ვეღარ შევძლოთ, მაგრამ ის რომ ყველა ქალაქს შენდება ახალი უბნები, იქ ხო მაინც უნდა იყოს მიკროუბნები, ასე რომ იქ მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს ერთ-ერთი მთავარია. შემდეგ იქ არის სიჩქარის კონტროლი, არ შეიძლება ქალაქის ცენტრში აღარ არის დაშვებული უკვე 60 კმ/სთ სიჩქარე აღარსად. ეს არის საერთაშორისო ტენდენცია. ხა 60-ს იმას ნიშნავს, რომ 75-ით დადიან და ზოგ შემთხვევაში 80-ით. და ეს ნიშნავს, რომ ქვეითის დაღუპვის 90%-იანი ალბათობა არის და თუ სიჩქარე იქნება განახევრებული, ამ შემთხვევაში არის 80% მის გადარჩენის შანსი და ამ კუთხით ამ ლოგიკით წავიდნენ. აქ ჰქონდათ ესეთი პროტესტი მე სოციალურ ქსელებში რომ მივადევნე თვალყური რომ ეხლა რომ შეიზღუდოს სიჩქარე ქალაქის ცენტრში სიტყვაზე 30-ით ან 40-ით
გაჩნდება საცობები, არა მეგობრებო, პირიქით, შეზღუდული სიჩქარე ნიშნავს იმას, რომ ქუჩების გამტარიანობა იქ სადაც ძაბრებია წარმოქმნილი და დედაქალაქის სამწუხაროდ ეგეთია, იქ ძაბრებია ანუ 4-5 ზოლი მიდის და შემდეგ უცბად შევდივართ ერთ ზოლში ან ორ ზოლში, ხო, მარტივად რო ვთქვათ, ეს ქმნისაც. იქ თუ ყველა სწრაფად არ კონცენტრირდებით, გამტარუნარიანობა გაიზრდება, ანუ დაბალი სიჩქარის პირობებში შეიძლება გაატაროს ესეთმა, ამიტომ დაბალი სიჩქარე არ ნიშნავს საცობებს, ხო? პირიქით არის სინამდვილეში. ეს კვლევებიც არსებობს და ამავდროულად. მთავარი აქ პირველი მოკლედ რაც ვთქვით, ხო, ეს არის ინფრასტრუქტურა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ქვეითიც და მათ შორის ზღოლებიც. არის ის რომ ზოგადად მოძველდა საგზაო მოძრაობის კანონიც, დრომ გაასწრო ავტომობილებმა განვითარებამ, სატრანსპორტო საშუალებებმა, ხო? სად იყო ეხლა წინა წლებში ამდენი მოტოციკლი მაგალითად ხო L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება ამას აღარ ერგება რა ჩამორჩა ეს მოტოციკლები არიან ასე ვთქვათ კანონს მიღმა არიან გასულები განა იმიტომ რომ ხა ყველა არაკეთილსინდისიერი მძღოლია ვინც მოტოციკლს მართავს ხო უბრალოდ არ არიან რაღაცა საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეული კანონი ვერ ითვალისწინებს ყველა იმ დარღვევას რაც შეიძლება იყოს ადმინისტრირება არ ხდება ხო ადმინისტრირება არ ხდება მე მაგალითად ვარაზის ხევში სანამ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ავედი გმირთან მოედნიდან ყველა მოტოციკლი იყო სარგებლობდა იმით ტროტუარით სამჯერ კინაღამ გამიტანა ეს ხო გამოკვეთილი ფაქტია ნებისმიერ დროს რო გახვიდეთ ეხლა კი ბატონო და სადოდ გმირთან მოედნიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე ასვლა იქ ტროტუარზე მოძრაობენ მოტოციკლები აი ესეთი ცოტა არანორმალური მდგომარეობები რაც გვაქვს ეს არის აღრეცხილი შემდეგ ეხლა ეს რაც სახელმწიფო სტრუქტურებს ეხება რომ უნდა უზრუნველყონ ხო უნდა შეისწავლონ საგზაო შემთხვევები უნდა შეისწავლონ მათ შორის შავი წერტილები რაზეც საუბრობდით მაგრამ არის კიდე მეორე მხარე ის რასაც ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვაშავებთ ხო არ შეიძლება ესე რომ ბოლო ზარზე მშობლები ესე ბავშვებს ატანდნენ ავტომობილებს და ბოლო ზარი იყოს ტრაგედიის ზარი. არ შეიძლება ყოველ წელს ეს მეორდებოდეს. ან ის ადამიანები რომ ხედავენ რომ გასულ წელს ვიღაცის შემთხვევაში მოხდა და მასმედიას მადლობა უნდა უთხრათ, იმიტომ რომ იმ დონეზე შუქდება ეს შემთხვევები და ეს ძალიან კარგია რომ შუქდება. ხო, არ შეიძლება რომ ტრადიცია და ზეიმი იყოს ტრაგედია, ხო? და უამრავი არ შეიძლება ეს ასეთ რაღაც ხო სადღაც უნდა მორჩეს, უნდა დამთავრდეს. აი არ შეიძლება დრიფტაობა ეხა იდება იმაში, ხო? ამდენი ვიდეო იდება დრიფტაობის ქალაქში. სინამდვილეში ეს ადამიანები არც სპორტის მიმდევრები არიან, იმიტომ რომ არის უკვე შესაბამისი არენები მოწყობილი, თუ გინდა გახარჯო ეს შენი, ასე ვთქვათ, მოზღვავებული რაღაცა ენერგია თუ ემოცია. პროფესიონალური უნარების შესახებ ვიცით ჩვენ. პროფესიონალი ავტომრბოლელი ეგრე არ იქცევა, არასოდეს. და მე მყავს მეგობრები ავტომრბოლელები და მათგან ვიცი რომ პირველ რიგში ისინი მოძრაობენ ნელა და იცავენ საგზაო მოძრაობის წესებს. ეს მაგალითად იგივე დათაკაჯაია მაგალითზე შემეძლია გითხრათ რომ პირველი ის არის ყველაზე ფრთხილად ის მოძრაობს ქალაქში. ყველაზე დინჯად ასე ვთქვათ რომ ის თავის ადრენალინს ხარჯავს იქ სადაც საჭიროა და არა იქ სადაც აი ეს ბევრი პრობლემა ერთად დაგროვდა იმიტომ რომ ერთიანი სისტემა სადაც ამ პრობლემების გადაჭრა მოხდებოდა სმენელი ყავს დათო ხაზზე მოდი შემოვიყვანოთ ეთერში და მოვუსმინოთ მოგესალმებით გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა აი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არ გვესმის ხმა სტუდიაში ბოდიშს გიხდით მე ჩემ ერთ თემას გეტყვით რომელსაც არ შეხებიხარ ყავს ოჯახის წევრი რომელიც არის უკვე 79 წლის ასაკის და არის ასევე მძღოლი ვერაფრით ვერ შევაგნებინე რომ აღარც ხედველობა უწევს ისე როგორც უწევს აღარც მენა უჭრის ისე როგორც უწევს მაინც მართავს მანქანას მსგავსი პრობლემა სხვასაც ბევრს აქვს სულ ვცდილობთ რა მოვატყუოთ როგორ შევახშინოთ ამ ხელაკაცი არ შეიძლება ხო აი არის ამე კანონმდებლობაში ჩადებული რომ აი ამასაკამდე ან ასეთ შემთხვევაში შეგიძლია რომ აღარ მართო აი როგორ შეიძლება რომ კანონის ძალით შეუზღუდოთ კი ბატონო მადლობა ფაქტობრივად ბომბზე ვზივართ ოჯახის წევრებიც და ალბათ კი ბატონო მადლობა მსვენს და
2.37-103 ჩვენ პირველი ნაწილი ვერ მოვისმინე. აუცილებლად კი ანუ ოჯახის წევრი ყავს რომელიც არის უკვე 79 წლის ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ძალიან წუხან ოჯახის წევრები რომ ის ჯდება საჭესთან და მარტო გადაადგილდება და არ არის შესაბამისი ოჯახის წევრების შეგონება მასზე არ ჭრის და არსებობს თუ არა რაიმე ბერკეტი რომ რაღაცა საქართველოს შეგეთ ბერკეტი არ არსებობს თვითონაც საფრთხის ქვეშ აი მივედით ევროდირექტივებამდე ხო მივედით ევროდირექტივებამდე ევროდირექტივები ითვალისწინებს იმას რომ ასაკის მატებასთან ერთად ჯანმრთელობის ცნობა ეგრეთ წოდებული გამოკვლევა ჯანმრთელობის უნდა ტარდებოდეს უფრო ხშირად, გარკვეული ასე ვთქვათ, ვადებით, შეიძლება სიტყვაზე ვამბობ 50 წელს. ანუ ეს ფსიქო რომ მიიღე 20 წლის ასაკში, 80 წლის ასაკში, ფსიქოთი აღარ უნდა იარო. აღარ, ხო. ნუ აქ კიდე მეორე თემა არის, მივადექით ასე. ნუ ეს ევროდირექტივა ამას კარგად არეგულირებს. ჯანმრთელობის შესაბამისია, იმიტომ რომ ადამიანს თუ ერთხელ და მიბმული არის ჯანდაცვის სისტემასთან, რას ნიშნავს ეს? ესე იგი ადამიანს იქ თუ დაუსვეს დიაგნოზი სიტყვაზე გულსიზარხვთა დაავადების, რომელიც შეიცავს მაღალ რისკებს საჭის მართვის დროს, ხო? ამ შემთხვევაში გაიცემა ისეთი საბუთი, რომელიც საჭიროებს ამ ადამიანის გამოკვლევას უფრო ხშირად, მიუხედავად ასაკისა. ანუ იქ ჯერეთ არის ისეთი რთული ოპერაციები ტარდება, ხო, ადამიანებზე. ამიტომ ეს ჯანდაცვის სისტემა მიბმული არის ამ მართვის მოწმობის სისტემაზე პირდაპირ, იმიტომ რომ თუ ადამიანს აქვს ახლა მაღალი რისკი რომ საჭის მართვისას, ესე ვთქვათ, მის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს, რა თქმა უნდა, ის საჭესთან ვერ უნდა ხვდებოდეს, ან და ხვდებოდეს შეზღუდული. მეორე მსმენელიც ყავს და რა ვიცი, იმედია გაიგებთ მოსმენში თუ არა და მე გადაგითარგმნით. არა, მესმის. კი ბატონო, მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ საუბრობთ ახლა რომ ისა ქვეითთა გადასასვლელზე და ქვეით როდესაც ფეხი აქვს დადგმული ზებრა გადასასვლელზე. მე ვსაუბრობდი პირდაპირ ავტომობილები, ხო? კი ბატონო, დიახ. კარგი. თუ ხართ ნამყოფი მეტრო მარჯანიშვილთან გადასასვლელი რომ არის. დიდი ხანი არ მან როდესაც ღამის განმავლობაში თუ ხდება რომ ქვეითი არის დღეს ზებრაზე. გინ მაკდონალდსა რუსთაველზე. კი, ასე. რა გავაკეთოთ ამ დროს ძღოლებ? აბა გავაჩეროთ ყველაფერი? ამ შემთხვევაში ალბათ უნდა არსებობდეს სხვა გამოსავალი, რომ არც მძღოლი შეფერხდეს და გზავრსაც მიეცეს შესაძლებლობა. ესეთი ზებრა გადასასვლელები ძალიან ბევრია თბილისში, რომლებზეც დღე ღამის ყველა წუთს გადადის გადმოდის. ერთი ადამიანი მაინც. კი ბატონო, თუმცა ეს სპეციალისტებიც ამბობენ, რომ უპირატესი მაინც არის ფეხით მოსიარულე. მაგრამ ეს შემთხვევა, ეს არის სწორი. ამ შემთხვევაში უნდა დარეგულირდეს და უნდა დარეგულირდეს ის შუქნიშნების გზით, სადაც ქვეითთან ნაკადი არ წყდება, რა თქმა უნდა დარეგულირდეს შუქნიშნების გზით. ეს არ არის მხოლოდ თბილისში, ბევრგან არის ბათუმშიც, ქუთაისშიც. მკაცრი უნდა იყოს ძალიან კონტროლი, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ქვეითიც აშავებს, გადადის იქ, როდესაც არის ავტომობილის მოძრაობის დრო, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ქვეითების მიმართად ადმინისტრირება არ არის ეფექტიანი, დღეს ხო ვიცით არა, ესე იგი. კი ბატონო. ნუ გაზარდეს ჯარიმა 50 თუ არა, კიდე იყო ერთი ასე ვთქვათ ეტაპი, როდესაც საჯარიმო სანქციების გაზრდა ნებისმიერ დარღვევაზე საგზაო მოძრაობის მხოლოდ გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ საჯარიმო სანქციებს ზოგიერთი იხდის, პრობლემა საერთოდ არ აქვს. ამიტომ აქ თანდართული უნდა იყოს ცნობიერების ამაღლების კამპანია, ანუ მათ შორის ქვეითის მიმართულებით, რომ შეიძლება ქვეითი სჭირდებოდეს გარკვეული ინფორმაციის მიღება. ამიტომ მარტო დაჯარიმება ეს არ არის გამოსავალი ყოველთვის, თუმცა ნუ გარკვეულწილად და ცოტა დრო გრჩება და აუცილებლად მინდა გკითხოთ, აი ბოლო დროს კორუფციული სკანდალების ფონზე, როდესაც გვეუბნებიან, რომ ის თუ ასე კარგ შემთხვევაში თუ კეთდებოდა რაიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, ისიც კი დიდი ალბათობით კეთდებოდა უხარისხოთ. ანუ უხარისხობაში არ იგულისხმება მხოლოდ რაღაცა ასფალტის და ცემენტის ხარისხი, ანუ შესაძლებელია ყოველგვარი კოლევის, ყოველგვარი ასე ვთქვათ დაგეგმვის, სწორი დაგეგმვის გარეშე და არის თუ არა ასე გაკეთებული გზები საფრთხის შემცველი გადაადგილებისთვის, როგორც ავტომობილის მძღოლისთვის, ისე ფეხით მოსიარულესთვის, ისე მისი მგზავრისთვის. რა თქმა უნდა არის და ჩვენ ნახეთ ელემენტარულად კადრებიც კი ხო ნახეთ იქ სატვირთო ტრანსპორტი როგორ არის, სადაც ხიდი ჩაინგრა, ხო?
და საფრთხის შემცველია, რა თქმა უნდა, კარგია რომ გამოძიებები მიმდინარეობს, აღზრული არის სისხლის სამართლის საქმეები, ეს სწორიც არის. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ბევრი დრო გავიდა, ბევრად ადრე შეიძლებოდა ამის დადგენა, იმდენად თვალხილული იყო ეს დარღვევები, ხო? ანუ ექსპერტის ცოდნასაც რო არ საჭიროებდა, ხა წარმოიდგინეთ და დარგის პროფესიონალს რო არ საჭიროებდა, ისეთი სახის დარღვევა იყო. და მაშინ მიზეზი იყო რომ მდინარეო ადიდდაო, ხა წარმოიდგინეთ რა, ხიდი იმისაა რომ მდინარეს უნდა გაუძღოს, ხა მაშინ ხიდი რა შეჭირდება, გადავცურავდით და ფეხით გავიდოდით მაშინ, ხო? ხიდი მდინარე ადიდა და ხიდი მაგან ჩამოშალა. აი ესეთი არგუმენტი ხა წარმოიდგინეთ, ხო? საფრთხენება ვეღარ გაუძლო. ხო, ნუ არ ვიცი ხა, ნუ ესეთი არგუმენტის მიღება არის კატასტროფულად ცუდი არგუმენტი, ამიტომ ის რომ ესეთი რეაგირება რო ეხლა ხდება ეს კარგია და ნორმალურია, ესეც უნდა ყოფილიყო. მე ვფიქრობ, რომ თუ სიღრმეებში წავლენ, არა მარტო იმ გზის მონაკვეთს, ბევრგან შეიძლება ასეთი ხარისხის პრობლემა გაჩნდეს. ყველაზე დიდი ინტერესი, რომელიც საზოგადოებას აქვს გასაგები მიზეზების გამო არის რიკოთის გზა, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაიხსნა. შესაძლებელია აქამდე მივიდეთ. აი, თქვენ როგორც სპეციალისტ, თქვენთვის არის რაიმე აშკარა თვალხილული დარღვევა, რომელიც სულ ცოტა დამატებით შესწავლას საჭიროებს. პირველი ემა, როცა გზები იხსნება, მათ შორის სხვადასხვა ქალაქებში მე ვარ დაკვირვებული, რომ ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიიჩნევა გზის დასრულებად. ეს არ არის გზის დასრულება, ეს არის გარკვეული პროცენტის მოწესრიგება, იმიტომ რომ იმ საფართან ერთად ჯერ თუ უნდა იყოს ჩატარებული შესაბამისი კვლევები, რამდენად უსაფრთხო არის, რამდენად სწორად არის ინფრასტრუქტურა, გამართულია თუ არა, იქ სადმე ზოლი ხო არ ვიწროვდება, იქ მოხვევის კუთხე როგორია, განათება სწორად არის თუ არა, გვერდულები მოწესრიგებულია, საფეხმავლო ბილიკები, გაჩერებები, ხა უამრავი რაღაც ჩამოთვლა შეიძლება, ხო, რამდენად სწორად არის ეს ინფრასტრუქტურა მოწყობილი. ჩვენთან საგზაო მონიშნის გარეშე იხსნება პირდაპირ ეს გზები და ითვლება, რომ გზა დასრულდა და ოფიციალურად გახსნაც არის, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა, ასე ვთქვათ, შესაბამისმა სტრუქტურებმა გაიაზრონ, რომ ეს ნახევრად გაკეთებული გზის გახსნა ხალხს ხოცავს პირდაპირი გაგებით. იქ თუ ვერ ახერხებ ადმინისტრირებას დარღვევაზე, იქ თუ რადარი არ არის, იქ თუ კამერა არ არის, იქ თუ საგზაო მონიშნო არ არის, გარიგანათება არ არის და სხვა ის შემადგენელი ნაწილი საგზაო სტრუქტურის, ხო? გაჭრამ და ამაზე პიარის გაკეთებამ შესაძლებელია ადამიანების სიცოცხლე ნახეთ არქივში რამდენჯერ იყო ესეთ. პირდაპირ უნდა ველაპარაკოთ. შეგიძლიათ ნახოთ არქივშიც რამდენჯერ იყო ესეთ შემთხვევა, იმ გახსნილ გზებზე რამდენი ადამიანი დაიღუპა, ხო? იმიტომ რომ თუ მძღოლს ეძლევა იმის საშუალება, რომ მოიქცეს იმ გზაზე როგორც უნდა, ჯერ ერთი თვითონ და მასზე ადმინისტრირება არ არის და მეორე ჩვენ ესე იგი უშვებთ ისეთ გზაზე, რომელიც გამოკვლეული არ არის უბრალოდ, ხო? საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. ან არის დაუსრულებელი გზა, რა თქმა უნდა, ეს ხელშემწყობია საგზაო შემთხვევის და გზებზე და რა ვქნათ, როგორ მივიქციოთ ამ ხალხის ყურადღება, ვის ხელშიც არის დღეს არსებული ძალიან მძიმე რეალობის, რა ვიცი, შეცვლა, ნელ-ნელა ეტაპობრივად მაინც. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ნუ პრობლემა არის იმაში, რომ ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებსაც პრობლემები აქვთ, მათ შორის, ჯერეთი ფინანსური პრობლემები აქვთ. მე მახსოვს ევროკავშირი აფინანსებდა ძირითადად საგზაო უსაფრთხოების მიმართულებებს, ეხლა ესეთი რაღაც საერთოდ აღარ არსებობს, პრაქტიკულად აღარც განიხილება. გაეროს აქვს რაღაცები, მაგრამ ისიც არასაკმარის მიმართულებით. ბოლო პერიოდში საგზაო უსაფრთხოებაზე კონკრეტულად, ხო? მაგალითად 7-8 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა არ ყოფილა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. და 7-8 წელი ესეთი მძიმე სტატისტიკა გვაქვს. უბრალოდ განხილვაც არ ყოფილა საგზაო უსაფრთხოების საკითხის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ კონსულტანტებთან თუ ექსპერტებთან თუ ისთან, ხო? და შესაბამისად მოთავე სტრუქტურა რომელიც არის, რა თქმა უნდა, იმას ჭირდება გაძლიერება და ლიდერობის აღება. გვაქვს საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელმაც უნდა აიღოს ლიდერის ფუნქცია. ეს არის მთავარი. თუ ლიდერის ფუნქციას ის არ აიღებს, მაშინ გაგრძელდება. ხელმძღვანელი დაიჭირეს ვიღაცების მიმართ საქმეები აღწევს. აი, საგზაო დეპარტამენტის იყო ეს. კი. ასე რომ ჩვენ გვაქვს ეს რეალობა, რომ ამ პროცესს თლიანად ჭირდება მართვა, მენეჯმენტი ჭირდება, მენეჯმენტის გარეშე ეს პრობლემები ვერ დაალაგდება. ვერ დაალაგდება მართვის მოწყობის პრობლემები, ვერ დაალაგდება ავტოსკოლის პრობლემები. თვითონ ხო არ მოგვარდება ეს პრობლემები, ხო? და რას დრო გადის უფრო ღრმავდება ეს პრობლემები, იმიტომ რომ
საგზაო უსაფრთხოებას აქვს საერთოდ ესეთი რაღაც სპეციფიკა, ცოცხალი ორგანიზმივით არის, სადაც ის ხრელს პოულობს, რომ აი პრობლემა არის, თუ მას არ აგვარებ, ის ღრმავდება, ის არ ჩერდება ერთ დონეზე. ხო? იმიტომ რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაუშვათ სადაც კამერები შეიძლება არ იყოს მოწესრიგებული, ან რადარი არ იყოს, ან რაღაც არ იყოს, მაგრამ ამას თან ერთის ცნობიერების პრობლემებიც მოსახლეობაში, როგორც ბოლოზარი იყო და ქორწილები და ასე შემდეგ, რაც ჩვენ თქვით, რომ ზეიმი ხდება ხშირად ტრაგედია, ამიტომ ყველას ერთობლივად გმართებს მდგომარეობის გაუმჯობესება. აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა დათო მესხიშვილს, ტრანსპორტის და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მართლა რაღაცა უნდა მოვიმოქმედოთ, თორემ აი დანაშაულის გრძნობა მაქვს, რომ რაღაცა დრო და დრო ამ თემაზე ვლაპარაკობ და თითქოს ვერაფერს ვერ ვაკეთებ. სულ ეს იყო ამ დროისთვის. მადლობა ჩვენს მსმენელებს ჩართულობისთვის. მომავალ სამშაბათს გიბრუნდებით ეთერში.